მოკლედ ტირილით ველაპარაკები დედაჩემს ტელეფონზე, მე იქ შემსვლელი აღარა ვარ. დედა რა აზრია გავყოლებს ყვილა გადავყარეთ ამდენი ფული. აღარ შევავრადე გეხვეწები მომაკითხე. დედაჩემმა ლამის ტელეფონიდან გადამოყო ხელი და გაამიტყლაშუნა სახეში, რომ შედი გოგო დროზე იქ, თორე არ ვიცი რას მიზავ. ვაიმე, ეხლა მივხვდი რომ 3 რჩევა ვთქვი და სინამდვილეში 4 რჩევა მქონია. არა უშავს ბონუს რჩევა. ტერმინი overwhelmed ან overwhelming. ალბათ ყველას გსმენიათ. ქართული შესატყვისი ალბათ გადატვირთვა ან მოზღვავება. იქნება ეს მენტალური, ფსიქიკური, სულიერი თუ სხვა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც დაკისრებული პასუხისგებლობები, ამოცანები, მოვალეობები, საქმიანობები აღემატება შენს უნარს, რომ მათ გაუმკლავდე ეფექტურად. 3 რჩევა, რომელიც 4 რჩევა, რომელიც შემიძლია მოგცე გადატვირთვასთან გამკლავებაში. მაგრამ სანამ დავიწყებ, გუშინ ვნახე, რომ 80% ვინც მე მიყურებს, არ ხართ ჩემი გამომწერი. რატომ? ახლავე დააჭირეთ გამოწერას და არ გამოგჩეთ მომდევნო ვიდეოები. პირველი, დაიწყეთ საკუთარ თავზე დაკვირვება. უნივერსიტეტის ბოლო კურსზე ვიყავი, როდესაც მივხვდი, რომ გადატვირთვას განვიცდიდი. პირველი მინიშნება იყო ის, რომ ჩემი სხეული რატომღაც მუდმივად სახცახის რეჟიმში იყო, ანუ აი ვერ წყნარდებოდი. მთელი სხეული თუ არა, ხელები მუდმივად მიკანკალებდა. ხოლო მეორე მინიშნება იყო ის, რომ 13 წლის ასაკის მერე პირველად დავიწყებ ჩხილების კუნეტა. მას მერე რა თქმა უნდა გავიზარდე ემოციურად, რაღაცებს სხვანაირად შევხედე, ბევრი რამ წავიკითხე, გამოვიკვლიე და ეხლა სულ სხვანაირად ვუყურებ მაგ ყველაფერს. და გეტყვით როგორ. სადღაც წავიკითხე, რომ ქართულ საზოგადოებაში გაზრდილი ადამიანები ხასიათდებიან სიტუაციური მოქმედებებით. ეგ რო წავიკითხე, პარალელი გავავლე ქართულ სუფრასთან. აი რა არ შეიძლება მოხდეს ქართულ სუფრაზე. არც არავის წვენია, რომ თუნდაც ლექსით გამოვიდეს, სადღეგრძელოებს განსხვავებულებით სვავენ, რაღაც აი ქართულ კულტურაში ძალიან მახასიათებელია, რომ სიტუაციაში კარგი რეაგირება და როგორც ჩავთვლით საჭიროდ, ისეთი რეაგირება გვახასიათებს ქართველებს რა. ხო და ეს რო წავიკითხე, მეთქი მე ქართველი ვარ, მაგრამ მაშინ აი ბოლო კურსზე რო ვიყავი უნივერსიტეტში, მაშინდელი სალი არანაირად არ მოქმედებდა სიტუაციაზე. უბრალოდ სწორედ სიტუაცია მასზე მოქმედებდა აქეთ. ახლა რომ ვიხსენებ, თითქოს ავტოპილოტზე ვმუშაობდი, იცი? აი ისეთი ჩვევები, როგორიცაა ფრჩხილების კუნეტა, ზუსტადაც რომ სიტუაციური კონტროლის ნაკლებობიდან გამომდინარე დამიბრუნდა. არანაირად არ ვუკვირდებოდი ჩემს მავნე ჩვევებს. არ მაინტერესებდა, როდის ვიღვიძებდი, როდის ვიძინებდი, როგორ ვჭამდი, ვარჯიშობდი თუ არა ფიზიკურად. არანაირად არ ვუვლიდი ჩემ თავს. იმიტომ რომ სრულიად ვიყავი საქმეზე და სწავლაზე გადართული და არაფერი სხვა არ მაინტერესებდა. და სწორედ ასეთმა ტოქსიკურმა მიდგომამ მიმიყვანა იქამდე, რომ სიტუაციის მართველი აღარ ვიყავი. არამედ სიტუაცია აქეთ მართავდა მე. მე ეს წლების მერე გავიაზრე და გავაანალიზე, მაგრამ დღეს თქვენ შეგიძლიათ, რომ თქვენ თავს დააკვირდეთ და აღმოაჩინოთ ის მავნე, დამაზიანებელი ჩვევები, რაც გაქვთ. აი რაღაცნაირად სიმბოლური, რაღაც გამადიდებელი შუშის ლინზა აიღეთ და დააკვირდეთ თქვენ თავს. დაიწყეთ თვით რეფლექცია. აი ავტოპილოტის მეტაფორა რო გავაგრძელო რა, როდის რა მომენტებში, როდის კარგავთ საჭეზე კონტროლს. საჭე იგულისხმება, ნუ თქვენი ცხოვრების საჭე რა. ამ კრიტიკული წერტილების აღმოჩენა არის პირველი ნაბიჯი გადატვირთვასთან გამკლავების. მეორე, აღიდგინეთ სუბიექტის სტატუსი. რას ნიშნავს სუბიექტის სტატუსის დაკარგვა? ზუსტად იმას, რომ თქვენ ვეღარ მართავთ სიტუაციას. არამედ სიტუაცია გმართავთ თქვენ. თქვენ აღარ ხართ სუბიექტი, არამედ ობიექტი. თქვენი თავდაჭერილობა, სიმშვიდე, მოდი დავარქოთ ამას რაღაცა სიმთელე, არის სრულიად დარღვეული. თითქოს მრავალ წვრილ მტკივნეულ ნაწილებად ხართ გახლეჩილი. რადგან წეღან უკვე აღმოვაჩინეთ ის კრიტიკული წერტილები, სადაც ჩვენ გვაქვს გარღვევა, სადაც ჩვენ ვკარგავთ კონტროლს, განვიცდით ემოციების მოზღვავებას, ვიძირებით ამ რაღაც ფიქრების მორევში, ახლა უკვე შეგვიძლია მივხვდეთ შემდეგ ამოცანას. ეს არის, რომ შევწყვიტოთ აი ეს დანაწევრებული და ფრაგმენტირებული რეაგირება ასეთ სიტუაციებში და აღვიდგინოთ ჩვენი სიმთელე. ძალიან მარტივად გეტყვი. გაჩერდი. ფიზიკურად გაჩერდი. თუ გაქვს 10 საქმე გასაკეთებელი, ნუ ეცდები, რომ 10-ვე ერთდროულად გააკეთო. ან თუ გძნობ 3 სხვადასხვა ემოციას, მომავლის შიში გაქვს, აწყოზე ნერვიულობ,
წარსულს მისტირი, სამივე ემოციასთან ერთდროულად ბრძოლას შეეშვი. შენი ძალა არ არის ასეთ ქაოსურ მდგომარეობაში ყოფნა და მოგერიება დარტყმების. უბრალოდ შეგიძლია ეს დარტყმები მოიგერიო, მაგრამ არა ერთდროულად. რომ ცეცადო, მაინც ვერ გაუმკლავდები. უბრალოდ დროს დაკარგავ და ნერვებს დაიზიანებ. უფრო კონკრეტულ მაგალითს გეტყვი. თქვათ მიხვედი გასაუბრებაზე, გამოცდაზე, არ აქვს მნიშვნელობა. და სანამ შეხვალ, ხვდები რომ ვერ წყნარდები. ემოციებს ვეღარ აკონტროლებ, ვეღარ კონცენტრირდები. ნუ ეცდები ამ ემოციების დათრგუნვას. მოდი ვისუნთქოთ. ყველაფერი კარგად არის. ღრმად ჩაისუნთქე, ამოისუნთქე, არაფერი არ ხდება, ყველაფერი კარგად არის, არ ნერვიულობ, არაფერზე. კაი რა. ნურც შეეცდები რომ ეს ემოციები გაანალიზო. ვაიმე. რატომ ნერვიულობ ასე? რა მჭირს? აშკარად არა ვარ ხო საკმარისად მომზადებული. თორე რომ მომზადებული რო ვიყო, არ ვინერვიულებდი, ხო? ამის ნაცვლად ფოკუსირდი შენ სიმთელეზე და შენთვის თქვი. მე ვარ ამ სიტუაციის მმართველი სუბიექტი და არა ჩემი ემოციების ობიექტი. რამდენჯერმე გაიმეორეთ, საჭიროა. ჩაიბეჭდე გონებაში და ყველაფერი კარგად იქნება. მესამე. ნუ შეგეშინდებათ გამოგონილი რეალობის. ჩემ თავშიც და ჩემს გარშემო მყოფებშიც ხშირად შემჩნევია ისეთი დამონგრეველი ფიქრები, როგორიცაა აუ მე ამას ვერასოდეს ვერ ვისწავლი. აუ მე ამას ვერ ჩავაბარებ. აუ აქ ჩავიჭრები. თან თავიდანვე კი არ ვიწყებთ ამაზე ფიქრს. თავიდან ძალიან მოტივირებულები მივდივართ, თავიდან ძალიან კარგად გუძნობთ თავს და მერე ნელ-ნელა გვეპარება ეს ფიქრები. ფრანგულის ინსტიტუტში ვაბარებდი 20 წელს. მაშინ კორონა იყო, მეტი საქმე არ მქონდა. და ფრანგულის B2 დონის სერტიფიკატი მინდოდა ამეღო, იმიტომ რომ ინგლისურის IELTS-ის სერტიფიკატს უღარ წელიწადში ერთხელ ვადაგასდის თუ არ იცოდით ეგ, მაგრამ ფრანგულის ენის სერტიფიკატს ვადა აქვს, უბრალოდ ვადა არ აქვს, უბადოა. ერთხელ აიღებ და გაქვს. ხო და ვემზადებოდი სადღაც 6 თვე მე სკოლაში სადაც ფრანგული მქონდა მასწავლი და ვიხსენებდი. და ვემზადებოდი ამ გამოცდისთვის. დადგა გამოცდის დღე. წერითი გამოცდა იყო ჯერ, მე 1 საათი გვასვენებდნენ და მე იყო სასაუბრო ნაწილი. ძალიან გამიჭირდა წერითი გამოცდა. ძალიან რთული იყო. და იმ 1 საათში, რაც მე მქონდა, სანამ სასაუბროზე შევიდოდი, ჩემი თავი დავარწმუნე, რომ უკვე ჩავიჭერი. მიუხედავად იმისა, რომ მაგამოცდის პასუხი მომივიდო და 1 თვეში. მოკლედ ტირილით ველაპარაკები დედა ჩემს ტელეფონზე, მე იქ შემსვლელი აღარა ვარ. დედა რა აზრი აქვს ამ ყველაფერში ჩავიჭერი, ყველაფერი გავაფუჭე, რა აზრი აქვს, ტყუილა გადავყარეთ ამდენი ფული, აღარ შევავრადე, გეხვეწები, მომაკითხე. რეალურად რა მოხდა? მე ავყევი ჩემს უარყოფით ემოციებს. ძალიან რთული, მართლა ძალიან რთული წერითი გამოცდა, გადმოვთარგმნე ჩემ თავში როგორც ფეილი, ასე ვთქვათ, ანუ უკვე გამოცდაში წინასწარ ჩაჭრა და ჩამოვაყალიბე ჩემ თავში ის აღქმა, რომ ეს იყო გარდაუვალი რეალობა, როცა სინამდვილეში ამ სიტუაციას რეალობა არ გაჩნდა, იმიტომ რომ როგორც გითხარით, 1 თვეში იქნებოდა მაგის პასუხი. და წინასწარმეტყველი მე არა ვარ, ხო? შეიძლება თქვათ, რომ აი ძალიან ბევრჯერ მიგძვნია, როცა ჩავჭრილ ვარ გამოცდაში, კი. მაგრამ როცა ემოციურად და ფსიქოლოგიურად არ ახარ ისეთ მდგომარეობაში, რომ ეს ობიექტურად შეაფასო და მე რომ გონია რომ ჩავიჭერი, ეს სინამდვილეში შეიძლება იყოს ფიქტიური, ანუ შეიძლება იყოს მოჩვენებითი. შეიძლება მე მგონია ესე უბრალოდ, შეიძლება იმაზე უკეთ დავწერე ვიდრე მეგონა. და რა გამოდის? სუბიექტურ გამოგონილ რეალობაზე ნერვიულობით ჩვენ ვკარგავთ ძალიან დიდ დროს, ვინადგურებთ ნერვებს და თან ისე ვღელავთ და ისე განვიცდით, რომ ამ მდგომარეობაში შეიძლება ისეთი სისულელე გავაკეთოთ, როგორც არის, რომ გამოცდის მეორე ნაწილზე არ შეხვი და იმიტომ რომ პირველზე მაინც ჩავიჭერი და მეორეზე შესვლას რაღა აზრი აქვს. მე რომ იმ ზეპირ გამოცდაზე აღარ შევსულიყავი, მოხდებოდა 2 რამ. პირველი, ჩავიჭრებოდი არა შემთხვევით, არამედ ძალით. და განზრახ და მეორე რეალურ პასუხს ვერასოდეს ვერ გავიგებდი და მთელი ცხოვრება უნდა მემარჩიელა მართლა ჩავიჭერი მაგ გამოცდაში თუ არა და რომ შევსულიყავი ნეტა რა მოხდებოდა. დედა ჩემმა ლამის ტელეფონიდან გადამოყო ხელი და გამიტყლაშუნა სახეში რომ შედი გოგო დროზე იქ თორე არ ვიცი რას გიზავ. ერთი თვის მერე გავიგე რომ ბარიერი მართლაც გადამილახავს და ამიღია ეს სერტიფიკატი რომელსაც ეგენ ვადა არ გაზდის. მაქვს B2 დონი, ანუ B2 დონეზე მე ფრანგული ვიცი, შემიძლია ვთქვა. მეოთხე.
დაშალეთ პრობლემა და ხანდახან ენდეთ ინტუიციას. წეგან ბოლო კურსზე რო ვიყავი მეთქი მოვყევი, მაგრამ აი პირველ კურსზეც ძალიან დიდი შოკი დამემართა. Overwhelming-ი მქონდა, ოღონდ არა ქრონიკულში გადასული, არამედ უფრო სიტუაციური. პირველივე კვირაში მომცეს უზარმაზარი ბიბლიოგრაფია. ჩამონათვალი წიგნებისა, კვლევებისა, ნაშრომებისა, რომლებსაც კარგი იქნებოდა თუ გავეცნობოდი, იმიტომ რომ სწავლაში დამეხმარებოდა. მეთქი თუ გადავიწვევი და გამოვიფიტები, რანაირად დამეხმარება ეგ ყველაფერი სწავლაში, ანუ ღამეები თუ ვათენე კითხვაში რა სწავლისთვის დრო აღარ დამრჩება. თუმცა მერე მივხვდი, რომ ამ უზარმაზარ წიგნების გროვას ვუყურებდი ცოტა სხვანაირად. მქონდა რამდენიმე სავარაუდო არჩევანი. რიგრიგობით თავიდან ბოლომდე წამეკითხა ყველა წიგნი. მეორე, მომეძიებინა ყველა წიგნის განხილვა, ან ვიდეო განხილვა, ან მოკლე შინაარსები, მეყურებინა მათთვის, ან წამეკითხა ისინი და ისე გავცნობოდი იმ ინფორმაციას, რაც ამ წიგნებში იყო, თვითონ ამ წიგნების წაუკითხავად. და მესამე, ჩამოყოლოდი ამ წიგნებს და მომენიშნა თითო წიგნი რა თემას ეხებოდა. და მთელი წლის განმავლობაში, როცა ის კონკრეტული თემა დამაინტერესებდა, ან დამჭირდებოდა ჩემს კონკრეტულ პროექტებში, ჩემს დავალებებში, ჩემს სემინარებისთვის ან რაღაცებისთვის, მხოლოდ მაშინ წამეკითხა ის კონკრეტული თავი და ქვეთავი. თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელი გავაკეთე? პირველი, მეორე თუ მესამე? პირველი რომ გამეკეთებინა, ალბათ ეხლაც კითხვაში ვიქნებოდი. აი სიგანე ამ წიგნების და მეორესა და მესამეს შორის შუალედი ავირჩიე რა, ხან ერთს ვაკეთებდი, ხან მეორეს. როცა უკვე გააზრებული გაქვს შენი როლი, როგორც სიტუაციის მმართველი, ამ ხედვით შეგიძლია მიუდგე ნებისმიერ ამოცანას და ვარიანტები ჩამოწერო, როგორ შეიძლება ეგ სიტუაცია განავითარო და იმ ვარიანტებიდან აირჩიო შენთვის სასურველი. და ახლა ინტუიცია რა შუაშია მაგაში. მოდი წინასწარ ვიტყვი, რომ ეს ბოლო ნაწილი შეიძლება ცოტა საკამათო იყოს და პირდაპირ copy-paste-ით არ გადაიტანოთ თქვენს ცხოვრებაში. ჩემს გარშემო ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებიც აი წეგან რო ვახსენე რა, რომ ქართველები მეთქი სიტუაციურად მოქმედებენ მეთქი. ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, რომლებიც მართლა ესე არიან და სიტუაციურად ზუსტად იციან, როდის როგორ მოიქცნენ. და ამის რაღაცა თანდაყოლილი ნიჭი აქვთ თითქოს სპონტანურობის, შეიძლება ეს დავარქვა. ინგლისურ ფრაზას მოვიშველიებ კიდე thinking on their feet. ცოტა უცნაური ფრაზა არის ფიქრი ფეხებზე, ანუ ფეხზე მდგომი ფიქრები, ანუ რაღაცა რო აი არ გჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად დაჯდომა და ფიქრი. ექშენში ხარ რა, ფეხზე დგახარ და ეგრევე იღებ გადაწყვეტილებას, იცი როგორ უნდა გააკეთო. ხო და ის ადამიანები, რომლებიც ხშირად ენდობოდნენ თავიანთ ინტუიციას, პრაქტიკაში ჩანდა, რომ სწორს აკეთებდნენ. როცა გადატვირთული ხარ, ცდუნება გაქვს, რომ დაიწყო ობსესიურად დაგეგმვა რაღაცეების, რომ აი ფიქტიური კონტროლი შექმნა რა შენს გარშემო, რომ აი მე თუ ძალიან ბევრ თუდულის ჩამოვწერ, მე თუ კალენდარს ავივსებ, მე თუ რაღაცა ბარიერებს დავიწესებ ჩემი თავისთვის, როდის გავიღვიძო, როდის დავიძინო, როდის ვიმეცადინო, როდის ისმასო რა, ilūzijas ქმნი, რომ შენ გაქვს მაგაში მაგ ყველაფერში კონტროლი და არაფერი ხელს არ შეგიშლის, რომ ამ რაღაც შენს გაწერილ მკაცრ განრიგს კაცრად მიყვე. არა და ბოლოს აღმოჩნდება, რომ ამ დაგეგმარებაში, თუდულისტების წერაში, კალენდრის გაკეთებაში იმდენად დიდი დრო წავიდა, იმდენად გამოიფიტე და გადაიწვი, რომ იმ საქმის გაკეთებაში მდეც ვეღარ მიხვედი. თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია ენდო შენს ინტუიციას, დატესტე ესეც. წეღანას თქვი ხო, როცა 10 ამოცანა გაქვს შესასრულებელი. გადახედე და დაფიქრდი და გაანალიზე და ენდე შენს ინტუიციას, რომელი ერთი ამოცანის შესრულებით, ოღონდ ზედმიწევნით შესრულების ერთისას დაგეხმარება, რომ ის 10-ვე ჰოპ და მოგვარდეს რა. მოკლედ, ბოლოს ეს 4 რჩევა გამოგვივიდა, მე-5 რატო არ დავამატე, რა უცნაური ციფრია ეს 4, ან 3 უნდა იყოს, ან 5 უნდა იყოს, 4 რა ჯანდაბა. მოკლედ, მენტალური სტაბილურობის შენარჩუნება გადატვირთვის დროს ნამდვილად შესაძლებელია. მაგრამ არ იფიქრო, რომ ეს მიიღწევა მხოლოდ გადამეტებული ძალით და შრომით, ზედმეტად სტრუქტურირებული რობოტული მიდგომით. არც სიმწყლის ცრემლებში გათენებული ღამეები გიშველის. არც ზედმიწევნით დაგეგმარებული ბარიერები დაწესებული რუტინა. როცა რეალურად შენი ძალა არა ქაოსთან პირდაპირ შეტაკებაშია, არამედ მის ფარულ ჭკვიანურ მართვაშია. ხედავ ჩემს მსჯელობაში რაღაც ლოგიკას, მეთანხმები, რა სირთულეებს გავუმკლავდეთ შემდეგ ვიდეოში.
გამოიწერეთ არხი, რათა ერთად გავიკვალოთ გზა ამ ლაბირინთებში. იქნება ეს სკოლაში, უნივერსიტეტში თუ სამსახურში. აბა დროებით.